უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხედაშელი შემოგვიერთდება ახლა მოგესალმებით ქალბატონო თინა მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ ქალბატონო თინა მივესალმები აუდიტორიას და თქვენს მაყურებელს პირველად ვარ თქვენს გადაცემაში და ძალიან სასწაული დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ ქალბატონო თინა მე ბატონ გიგას ვკითხე რატომ სჯეროდა ასე უპირობოდ იმისი რაც მოყვა ვანო მერაბიშვილმა თქვენ პირიქით გკითხავთ თქვენთვის რატომ არის იმთავითვე ტყუილი ის თუ არის რაც დღეს მოვისმინეთ ვანო მერაბიშვილისგან ნაცნობრივ მაინც არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს. მე ამაზე გავაკეთე დღეს უკვე კომენტარი, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტყუილია, ეს თამაშია, ეს დროის გაყვანის მცდელობაა მათი მხრიდან. ბევრი რამით დასტურდება ეს, მათ შორის იმითიც, რომ სრულიად გაუგებარია ასეთ ფონზე, როდესაც ადამიანი აკეთებს სასამართლოში განცხადებას, რომ რას მოიგებს ის დროის გაყვანით, რა შეჭირდება მას დროის გაყვანით? როდესაც სასამართლოში აკეთებს ის განცხადებას, რომ თურმე მას ასეთი ტიპის ზეწოლა ხორციელდება, რაღაცა თავზე გადაფარებული სადღაცას მიყავს შენობიდან შენობაში გადაადგილებენ და იქ მისგან რაღაც გაუგონა ამბებს ითხოვენ, ამ დროს ადამიანი დაცვის უფლებაზე უარს ამბობდეს, ეს უბრალოდ აბსურდია. მე არ ვიცი რაში გამოიხატება კონკრეტულად, მე არ ვიცი მათი შიშები რას ეფუძნება, მაგრამ სრულიად არაადეკვატურია ასეთ პირობებში კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, როდესაც ადამიანი სუპერ მსხვერპლი ხდება მისი განცხადებების შესაბამისად უარს ამბობდეს დაცვის უფლებაზე. პირიქით ამ დროს დაცვას აძლიერებენ ხოლმე, ადვოკატებს იმატებენ ხოლმე. ამ ადამიანმა დაცვაზე უარი თქვა. მაგრამ რატომ არ ვიცი რომ დავაზუსტო ქალბატონი და მან დაცვაზე კი არ თქვა უარი ამ კონკრეტულ პროცესში მონაწილეობაზე თქვა უარი. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს ამ პროცესის ნაწილია. რაც შეეხება რატომ მგონია რომ ის ტყუილს ამბობს პირველ კითხვაზე რომ გაგცეთ პასუხი ეს აბსოლუტურად სწორია ბატონ ბოკერიას რომ ჯერა მის სიტყვების და მე ვფიქრობ რომ ის სულ ტყუილს ამბობს იმიტომ რომ არც ერთი დღე და არც ერთი წელი ივანე მერაბიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მე არ მაძლევს იმის უფლებას რომ რაიმეს იმჯეროდეს რასაც ეს ადამიანი იტყვის ჩემთვის ეს უფრო მეტად ყველაზე კარგ შემთხვევაში არის მისი წარმოდგენები როგორც ციხეში უჭირს ძალიან ყოფნა და პრობლემები აქვს და მისი წარმოდგენები იმ საქართველოსზე რომელშიც ის ცხოვრობდა რომელსაც ის მართავდა რომელშიც ის ხელისუფალი იყო და მას ეს ეჩვენება როგორც ჩანს რომ ეს ყველაფერი ისევ მეორდება ეს ხუმრობ ეხლა რა თქმა უნდა ეს არ არის ეს რაღაცა უფრო სხვა სტრატეგიის ნაწილია ბევრი მიზეზი შემიძლია ვთქვა, მაგრამ ეს სპეკულირება იქნება ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ ვიცი, მან რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე ჩემი ვარაუდები მაქვს, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია და ამას რა თქმა უნდა რეალობასთან საერთო არ აქვს. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვის ჯერა და ვის არ ჯერა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ტყუილი. ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილისგან მოვისმინეთ ეს, რომლის მიმართაც ნულოვანი ნდობა მაქვს. ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მე მაშინვე როგორც კი ეს ამბავი გავიგე ველაპარაკე საჯელახსრულების მინისტრს, რომლისგანაც მივიღე სრულიად პირდაპირი და ყოველგვარ რაღაცა სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის მომცემი პასუხები და ასევე დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან მოკლეფეხებიანი ტყუილია ძალიან მარტივად დასაბუთებადი და დადასტურებადი არის ეს ტყუილი და ეს ტყუილი დადასტურდება როგორც კი გამოძიება დაიწყება და მე დარწმუნებული ვარ რომ გამოძიება დაიწყება უნდა დაიწყოს მე ამაში ეჭვი არ მეპარება ეს არის იმ ტიპის ბრალდება რომელზეც აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება უნდა მოხდეს გამოძიება იმისათვის რომ ან გაირკვეს ის რაზეც დღეს ვანო მერაბიშვილი საუბრობდა სიმართლეა თუ ტყუილია და შესაბამისად მოხდეს შემდეგ თუ სიმართლეა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა ან დადასტურდება რომ ეს ტყუილია და მაშინ უნდა მის წინააღმდეგ დამძიმდეს ბრალი დანაშაულის დაბრალების მიხედვით იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული რომელსაც კიდევ ერთხელ ვამბობ თუ დადასტურდა რომ ეს არის ტყუილი რაშიც მე ეჭვი არ მეპარება მაშინ მან უნდა აგოს ასეთი ტიპის დანაშაულის დაბრალებისთვის პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში ეს გამოძიება აუცილებლად სასწრაფოდ ჩასატარებელია და ამაში მე ეჭვი არ მეპარება ტყუილია ამის დამტკიცება მარტივად შეიძლება თუნდაც იმით რომ გამოხდეს მასალები და ვიმეორებ ძალიან მოკლეფეხებიანი ტყუილია რომელიც უცებ დაიგდა რატომ არ ამტკიცებს შესაბამისად თქვენი აზრით პროკურატურა ან საჯელახსრულების სისტემა მას ასე მარტივად ძალიან ცალსახა განცხადებას გამოქვეყნება სათვალთვალო პროკურატურამ დღეს გააკეთა ძალიან გამოჩნდებოდა რომ არ გამოუყვანიათ ვანო მერაბიშვილი საგნიდან პროკურატურამ დღეს ძალიან ცალსახა განცხადება გააკეთა ის არანაირ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლეოდა რომ ეს ტყუილი იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა რაც შეეხება მასალების გამოქვეყნებას მე მესმის რომ მე მესმის თქვენი კითხვის შინაარსი საიდანაც გამომდინარეობს ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობდით სადაც 9 წელი პოპკორნი გვეჭირა ტელევიზორის წინ და კინოებს გვაყურებინებდნენ არ შეიძლება ეს მასალის გამოქვეყნება ეს მასალა უნდა ამოიღოს ამის უფლება არ აქვს საჯელახსრულების დეპარტამენტს ეს მასალა უნდა გამოძიების წესით ამოიღოს პროკურატურამ და შემდეგ შეიძლება ის გახდეს საჯარო თუნდაც როდესაც საზოგადოებრივი მაგახალი საზოგადოებრივი ინტერესი არ აქვს საზოგადოების ყველაზე მაღალი ინტერესი არის კანონის უზენაესობაში და როდესაც შენ რაღაცა შენი აზრით კეთილშობილური მოტივებით ამ კანონს არღვევ შენ არაკეთილშობილური მოტივებითაც დაარღვევ კანონს და ყოველთვის შეეცდები რომ ეს გამართლო ეს არ არის კინოთეატრი
ეს არის კანონით ცალსახად მარტივად გაწერილი პროცედურები. მე ვამბობ, რომ უნდა განსაჯაროვდეს ეს მასალა აუცილებლად, ოღონდ კანონის შესაბამისად. და ამას არ ჭირდება, არ არის აუცილებელი, მე არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეხლა ზის და ელოდება, როდის გამოქვეყნდება ეს ვიდეო მასალა, იმიტომ რომ პირიქით მგონია სინამდვილეში საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ჯერა რომ ვანო მერაბიშვილი იტყუება. სამწუხაროდ ეს არც ბოკერიამ არ უარყო, იმიტომ რომ გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს უნდა გახდეს საჯარო, პირველ რიგში ეს ჩვენი ინტერესია, რომ ეს მასალა გახდეს საჯარო, იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ აი სპეკულაციები უნდა დამთავრდეს. მე ვიცი რომ ეს ამით არ დამთავრდება, მე ვიცი რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ იმ სტილში საუბარს, როგორც აქ ბატონი ბოკერია საუბრობდა, ან როგორც ისინი საუბრობენ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, მუდმივად ჩვენ უნდა მათ დაუმტკიცოთ. რომ ისინი უბრალოდ მათყუარები არიან. და ამ რეჟიმში მოგვიწევს როგორც ჩანს მათთან ურთიერთობა. თქვენ ძალიან მკაფიოდ ამბობთ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა ჩაატაროს გამოძიება? ნაციონალური მოძრაობა ვნახეთ, რომ სპეციალური კომისიის შექმნას იქოს იმისათვის, რომ პროკურატურამ არ გაასამართლოს ასე საპარლამენტო კომისიას ითხოვენ ისინი, ეს აბსურდია. საპარლამენტო კომისია ასევე ისევ იმავე ხაზის გაგრძელება უკეთეს შემთხვევაში, რომ მათ არ აინტერესებთ კანონებში რა წერია, არც არასდროს აინტერესებდათ. აი დილით გაიღუძებენ აზრი მოუვათ, მე იმ აზრის მიხედვით უნდა იმართოს ქვეყანა. იმიტომ რომ გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა, რომ ეს არის სუპერმნიშვნელოვანი საქმე, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის სუპერმმნიშვნელოვანი საქმე. იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილმა დღეს სასამართლოში რაღაცა საკუთარი სიზმარი მოგვიყვა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ქვეყანაში ყველაზე უფრო მთავარი ამბავი, რომელიც იმსახურებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები არ იქმნება ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დაბრალების განსაკუთრებით დანაშაულის დაბრალების საქმეებზე. ჩვენ რომ დღეს მე რო ეხლა აი აქ დავჯდე და ვილაპარაკო იმაზე, რომ კი, რა თქმა უნდა, ამ საქმეზე აუცილებლად საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ მე აპრიორი ვაცხადებ, რომ უნდობლობას უცხადებ საგამოძიებო ორგანოებს, ნამდვილად ვიცი, რომ ისინი საქმეს გააყალბებენ, ნამდვილად ვიცი, რომ ამ საქმეს არ გამოიძიება და აბარა რა თქმა უნდა, რატომ? თუმცა თქვენ აპრიორი ამბობთ, რომ ეს არის დაბრალება. ამასაც ხომ ვერ ვიტყვით აპრიორი, რომ ეს არის დაბრალება. ამ ქვეყანაში არის ბევრი პროკურატურამ არ ეძებოს ასე ვთქვათ თავისი დანაშაული. მე ვთქვი, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს მეთქი. ვინ უნდა გამოიძიოს? ხო არ მithkoms, ამიტომ იმას ვამბობთ, რაც არ მithkoms, ამას ვაგრძელებდი და არ დამაცადეთ. ამ ქვეყანაში ბევრი საგამოძიებო ორგანოა პროკურატურის გარდა. გამოძიების უფლება აქვს თუნდაც იგივე სასჯელ აღსრულების სამინისტროს, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეგ პრობლემა არ არის. არავითარი პრობლემა არ არის. გამოძიება უნდა დაიწყოს, მე უფრო მეცაც გეტყვით, ამ საქმეში გამოსაძიებელიც არაფერი არ არის. ანუ რეალურად ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, რომ ვიღაცამ საქმე უნდა გახსნას და პირველი მტკიცებულება უნდა ამოიღოს. მორჩა, იქ დამთავრდება ეს საქმე. იქ დაიხურება ეს საქმე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე პირადად ჯერა, რომ იქ აი იმ დღეს იმ წუთას დაიხურება საქმე, იმიტომ რომ ყველა ნახავს, რომ ეს არის ტყუილი. თუ ვინმე შემდეგ ეჭქვეშ დააყენებს ამ ფირის ნამდვილობას, რასაც ისინი რა თქმა უნდა გააკეთებენ. ეხლავე შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად გააკეთებენ. აი ესეც ძალიან მარტივი პროცედურაა და შეუძლიათ ეს ფირი სადაც უნდათ იქ წაიღონ, რომელი საექსპერტო ბიუროც უნდათ უცხოეთში, სანდო და ასე შემდეგ დაიქირავონ, ბევრი ფული აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ამის პრობლემა არ ექნება. და ეს დასკვნა გამოსცემს. მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ თქვენ ძალიან მკაფიოდ ამბობთ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს. მე დილიდან ამაზე ვლაპარაკობდა ხა დაუქნას ხوارე და თქვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელსაც ასე მკაფიოდ ეს არ ვთქვამს, საერთოდ არ ვთქვამს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს. რომელიც თქვა გიგა ბოკერიამ წეღან რას გულისხმობ? მართლა ძალიან მწუხარო ეს ადამიანი ამ სტილში. მან თქვა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დღეს გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ილაპარაკა, იყო თეა წულკიანი. და დიახ, თემ ნამდვილად თქვა ეს, ამას მეც ვადასტურებ. ოღონდ თუ მაინც და მაინც არ გაქვს ნანახი საინფორმაციო გამოშვებები და არ ადევნებ თვალს პოლიტიკურ მოვლენებს მედიაში, იმას მაინც ნუიტყვი, რომ ერთადერთია. ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობრებმა და კოლეგამ თქვა დღეს ეს ტელევიზიით და რადიოს საშუალებით. მე მთელი დღე რადიოს უსმენდი, პრემიერს ამ თემაზე არ ულაპარაკია. პრემიერმა თქვა, რომ არ უნდა იყოს გამოძიებაო? არა, მაგრამ არ უსაუბრებ, ვინც ისაუბრა, ანუ ვისაც კითხვა დაუსვეს ამის შესახებ. ყველამ ცალსახა პასუხი გასცა. ამიტომ ეს არ არის სწორი, ეს კიდევ ერთი მცდელობა არის იმ რეალობის გაყალბების, რომელზეც გვეუბნებიან ხოლმე, რომ ეს ფაქტია და ზუსტად ესეა. ფაქტი არ არის, ფაქტი ის არის, რაც ტელევიზორში მოისმინა ყველა. დილიდან დაწყებული, მეც, პარლამენტის თავმჯდომარეც, იუსტიციის მინისტრიც, დეპუტატების უმრავლესობა, ყველა, პრაქტიკულად ყველა, რაც მე დღეს რადიოში ვისმენდი, ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ქალბატონო თინა, ამ დამთხოვებზე ჟვანია საქმეს გულისხმობ. დღეს სწორედ ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმაც. ჟვანია საქმე ახსენა ვანო მერაბიშვილმა თავის მონათხრობში, რომ თითქოს მთავარი პროკურორი მისგან ითხოვდა თანამშრომლობას ამ საქმის გასახსნელად. რამდენიმე დღის წინ დააკავეს ადამიანი, რომელიც იყო დაცვის უფროსი, დიახ, ხარშილაძე, რომელიც იყო დაცვის უფროსი ჟვანიასი და ამ საქმესთან დაკავშირებით მისმა ძმამ
გოგლაჟვანიამ აგრეთვე გააკეთა განცხადება რამდენიმე დღის წინ, რომ ის შეხვდა მთავარ პროკურორს და მისგან ფაქტობრივად დადასტურება მიიღო, რომ ეს საქმე ძალიან მალე გაიხსნება. თქვენთვის არის ეს დამთხოვები არსებობს და თუ არსებობს ეს დამთხოვები, შეიძლება ისინი რამეზე მიუთითებდეს. ეს არის სერიალი, რომელიც ააწყო ვანომერებიშვილმა და რომელსაც ხე მე თქვენ მიყვებით როგორც დამთხოვებს. იმიტომ რომ მან თქვა დღეს რომ აი მე იმიტომ გამიყვანეს, იმიტომ გადამაწვეს თავზე რომ გუშინ დაიჭირეს ხარშილაძე და ასე. სიამდვილეში მე მინდა გაგახსენოთ საზოგადოება ზუსტად ვიცი რა ხსოვთ თქვენც ვიცი რომ გახსოვთ ოღონდ ეს არც ერთხელ არ თქვა ეთერში დღეს რომ ბატონი ხარშილაძე ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაიჭირა მხოლოდ გრინსერვისის წინააღმდეგ საქმე ჩვენმა ხელისუფლებამ არ აღძრა მხოლოდ მინდა თუ გინდათ გავიხსენოთ ის თელი ისტორია ბევრი წლების წინ დაწყებული ჯერ კიდევ როდესაც გრინსერვისი არ არსებობდა და როდესაც ეს ორი ადამიანი გამგეობაში მუშაობდნენ გამგებელი თუ მერიაში მუშაობდნენ ეხლა ზუსტად არ მახსოვს ამიშვილმა მოკლედ თბილისის თვითმმართველობაში მუშაობდა მოსასმენ არა მთაწმინდის გამგეობაში ანუ ეს ორი ადამიანი ძალიან დიდი ხანია ბევრი სხვადასხვა ტიპის სკანდალების ნაწილი ხდებოდნენ წინა ხელისუფლების დროსაც ამიტომ ეხლა გავიგე მე გასაგებია რომ ის ამბავი რომ ბატონი ხარშილაძე ზურაჟვანიას დაცვის უფროსი იყო თუ არსები თუ დაცვის წევრი რა მნიშვნელობა აქვს პირად დაცვაში მუშაობდა მოხდა გუშინ და ამიტომ უცბად დღეს მოვიგონეთ ზღაპარი იმის შესახებ რომ აი გუშინის დაიჭირას და მეწუხელ ღამე იმიტომ გამიყვანეს რომ იმის საქმიდან გამომდინარე ის იმას ხო უკვე მიაცამინეს ჩვენება აიძულეს და საშინელებები დამართეს და ეხლა ჩემგანაც ითხოვდნენ ამ ჩვენებების დადასტურებას იმისათვის რომ ნუ აი მე მეც როდესაც გამოვიდოდი უკვე თემა დაიხურებოდა ხო მესმის ეს ზღაპარი მესმის ოღონდ ძალიან თეთრი ზაფითარით ნაკერი ბატონი ხარშილაძე და ფურცხოვაძე დაიჭირეს იმ საქმეზე რა საქმეზეც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მათზე იყო საქმე აღწრული გრინსერვისთან დაკავშირებით ერთი მეორე მე 4 წლის წინ ჯერ კიდევ თუ არ ვცდები შეიძლება 3 წლის წინ ახლა ზუსტად ესე 3 წლის წინ 2010-ში იყო ადგილობრივი არჩევნები ჩემი საკრებულოში საქმიანობა ამითი დავიწყე ერთ-ერთი პირველი საქმე რომელსაც მე მაშინ ვიძიებდი და რომელსაც საზოგადოებას ვაცნობი იყო სწორედ გრინსერვისის საქმე და მე მაშინვე ვთქვი თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ არქივი დღეს სპეციალურად შევამოწმე მახსოვდა მაგრამ მაინც გადავამოწმე მაშინვე პირველი განცხადება რაც გავაკეთე ის იყო ის გაუგონარი აბსურდი რაც ხდებოდა გრინსერვისის ტენდერებში ანუ პრეფერენციალური პირობები უპირატესობის მინიჭება ყველაფრის გაკეთება იმისთვის რომ ეს კომპანია ყოფილიყო გამარჯვებული იმ პირობებით იმ ფასებით იმ თანხების რაც მათთვის იყო საჭირო და მათ მიერ შექმნილი მოცემულობები იყო ერთადერთი რამით ჩემი ვარაუდით გამოწვეული რომ ბატონი ხარშილაძე ვინაიდან ბრძანდებოდა ზურაბჟვანიას დაცვის წევრი ეს იყო ფასი რომელსაც წინა ხელისუფლება იხდიდა მისი სიჩუმისთვის აი ეს მილიონები რომელსაც ისინი უკანონო ტენდერებით იღებდნენ იყო ფასი მისი სიჩუმის ზურაბჟვანიას ყოლობის საქმესთან დაკავშირებით. ამას მე ვამბობ ჯერ კიდევ 3 წლის წინ. თვითონ მერიასაც ჰქონდა ამ ხელისუფლებას მათთან. კი, იმიტომ რომ ძალიან დამძიმდა მაშინ კვიპაროსების საქმე გახსოვთ ალბათ. კი, იმიტომ რომ ის დაახლოებით ისეთი ამბავი იყო, რაც დღეს ავტობერიძის ჯიპი. გაყოლებული არიან 2007 წლის საქმეზე. ოღონდ ის დაახლოებით ისეთი საქმე იყო, რაც ავტობერიძის ჯიპი და ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდა მაშინდელი ხელისუფლება, რომ მაშინ ამ კვიპაროსების საქმეზე რეაქცია მოხდა, თუმცა 2007-ის 8-9 წლის საქმეებზე არავის ხმა რა თქმა უნდა არ მოუღია. ის რაც მოხდა კვიპაროსებს ზუსტად იგივე ხდებოდა ყველა ტენდერში ყოველ წელს როდესაც გრინსერვისთან დაიწყო მონაწილეობა და საერთოდ თუ გინდათ იმასაც მოგიყვებით ეს ხალხი როგორ გაჩნდა გრინსერვისში აი უცებ ერთ დღეს კომპანიამ გამოიცვალა მესაკუთრეები ჩუქებით როგორც ხდებოდა ხოლმე ანუ უცებ 50-50%-იანი წილის მფლობელები გახდნენ ადამიანები ისე კომპანიის რომელსაც მრავალმილიონიანი ბრუნვა ჰქონდა იმიტომ რომ ის სულ იგებდა ამ ტენდერებს და შემოსავლები ქონდა შესაბამისად და ბრუნვა კიდევ უფრო დიდი ვიდრე შემოსავლები მაგრამ აი მიუხედავად ამისა რომ ესეთი მრავალმილიონიანი მოგებები ქონდა უცბად ეს ორი კაცი ესე მოვიდა გამარჯვებად და გახდნენ ამ კომპანიის მესაკუთრეები და მე ეს კიდევ უფრო დიდი დოზით და დიდი მასშტაბებით გაგრძელდა ვიდრე ეს მანამდე იყო ყველაფერი ზუსტად ის სქემა იყო რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში მუდმივად წლების განმავლობაში სულ ერთი და იგივე სცენარი მეორდებოდა და იგივე ხდებოდა გრინსერვისთან დაკავშირებით ამაზე არავის ხმა არ მოუღია ერთადერთი ბოლოს ნუ კვიპაროსები უკვე იყო ძალიან გახმაურდა ძალიან დიდი სკანდალი იყო მთელი ქვეყანა ამაზე ლაპარაკობდა და ისინი იძულებული იყვნენ რომ რეაგირება მოეხდან ეხლა რომ ამბობენ ძალიან შეწუხებული სახით რომ ლაპარაკობს და მე ნამდვილად არ ვეკუთვნი იმ ხალხს რომელიც ჩვენ თუ რამე შეგვეშლება ხვალდაზე გვიტყვი რომ აი ისინი ხო ესე ცუდად იქცეოდნენ და ეხლა რა მოხდა ჩვენ შეგვეშალდათ ხო მაგრამ ამათგან არ მივიღებთ მე პირადად არც ერთ წამს არ დავტოვებ რომ პასუხი არ გავცე ამ ადამიანებს რომ მათ ამისი უფლება არ აქვთ მათგან ამ მაღალ მორალურ პედესტალზე დგომას რაღაცა ძალიან ჭკვიანი სახით ჭკუის დარიგებას როგორ უნდა ვიქცევდეთ არ მივიღებთ იმიტომ რომ წეხან რომ აქ ბატონი ბრძანებდა რომ აი საქმე კი დაიწყეს გამოძიება მაგრამ აბა სადამდე მივიდა გაგიგიათ რამე და გაგიგიათ რამე რა დაემართათ ფურცხოველიძეს და
ნაგვარია ხარშილაძეს მაშინ ეკვიპაროსების საქმეზე პირველი სკანდალის მერე რა მოხდა გაგიგიათ როგორ ჩაიკარცხა ტენდერიც აღარ მოუგიათ იმის მერე თუ ისე გაგრძელდა ყველაფერი როგორც მანამდე ხდებოდა ან გაგიგიათ როდეს მე გახმაურებულ საქმეებზე რომ ვინმე თანამდებობიდან გაეშვათ იმაზე აღარ ვლაპარაკობ რომ გამოძიება დაწყებული იყო პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარი იყო მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან რომ გაეშვათ გაგიგიათ ეგეთი რამე გაგიგიათ გამახსენეთ სანამ მთელი საქართველო არ გამოვარდა ქუჩაში სანდრო გირგვლიანის სკოლების მერე დათახალაია თანამდებობაზე კი არ რჩებოდა მარტო არასოდეს არ დამოიწყება მიხეილ სააკაშვილი რომელმაც მთელი პოლიციის წინაშე ერთ-ერთ აღლუმზე გამოიყვანა დათახალაია სცენაზე როცა ეს ამბავი უკვე ცნობილი იყო როცა მთელი ქვეყანა ბრალსდებდა დათახალაიას სანდრო გირგვლიანის საკითხში გამოიყვანა თქვა რომ აი ეს არის მოდალური პოლიციელი დედებო შვილები ამ ბიჭის მიხედვით გაზარდეთო ეს ხალხი გველაპარაკება ჩვენ დღეს მაღალი მორალური პედესტალიდან რამეზე მეტი ამაზე აღარ ვიტყვი მაგრამ ეს უნდა გვახსოვდეს როდესაც აი ესეთი მორალისტურ ტონს დაიჭერენ ხოლმე და ლაპარაკს დაიწყო ხალბატონ თინა თქვენ თქვით რომ green service ეს იყო ფასი ხარშილაძისთვის ეს არის ჩემი ვარაუდი რომელიც მე ჯერ კიდევ 3 წლის წინ ვთქვი თქვენი ვარაუდი რომ მე არ ვიცი რის შესახებ უნდა ის იყო ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი იქ იყო იმ ღამეს თუ ამ საქმეში მე არც ერთხელ ამ წლების განმავლობაში არ მithქვამს არ წამიყენებია ის ბრალდება, რაც ხშირად ისმის ხოლმე ტელეეკრანებით. იმიტომ რომ როდესაც ვიღაცას უყენებ ბრალდებას, რომ შენ მოკალი ზურაბ ჟვანია, მაგალითად ყველაზე მძიმე ფორმა რო ვთქვა, ხო? ნუ ეს ისეთი ტიპის ბრალდება არის, სადაც თუ ზუსტი მტკიცებულება არ აქვს, მე არ მგონია, რომ ამაზე ესე ხელაღებით შეიძლებაოდეს ლაპარაკი. მე ეს არასდროს არ მithქვამს, არც ახლა არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან საეჭოა, როდესაც ასეთი ადამიანი უცბად ძალიან მალე ამ ამბის შემდეგ ხდება მილიონერი არაპირდაპირ მნიშვნელობით რა თქმა უნდა ის თვითონ არ ხდება მილიონერი მაგრამ მრავალმილიონიანი კომპანიის დამფუძნებელი და რომელსაც აი ესეთ პირობებში ამ მრავალმილიონიან ტენდერებს მუდმივად აგებინებენ ხელოვნურად და ნუ აი ესე ბედნიერად ცხოვრობს ძალიან საეჭოა და მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც ჩვენ ყველას ნანახი გვაქვს ის დასკვნა ხო მე მგონი წაღან თვარსები მაგას ეკითხებოდით თქვენ ძინასტომას დიახ და ითხოვენ ახლა ამ დასკვნის გამოქვეყნებას სრულად ის ნაწილიც სადაც პირდაპირ წერია რომ ექსპერიმენტმა დაადასტურა რომ ამ ბინაში ანუ საუბარია იმ ბინაზე სადაც გაზით მოწამვლა მოხდა პრემიერ-მინისტრის როგორც ეს დილის 7-ის ნახევარზე ვანო მერაბიშვილმა უკვე ვერდიქტად გამოგვიტანა არ დაგავიწყდეთ ეს ამ კაცზე ვლაპარაკობთ გამოძიებამდე არა 1 საათში დიახ 1 საათში გარდაცვალების წამს უცებ დასკვნა გადაწყვეტილება განაჩენი ყველაფერი გამოტანილი იყო აი იმ დასკვნაში წერია რომ იმ ოთახში გაზით მოწამვლა იყო შეუძლებელი იმ დასკვნაში ეს წერია და ეს ის ცნობილი პასაჟია რომელიც თარგმანში რო შეცდომა გაეპარათ და თარგმანში რომ ეწერა რომ იყო შესაძლებელი ნაცვლად შეუძლებელი. ოღონდ ჩვენ მაშინვე ხელი მიგუწდებოდა იმ ინგლისურენოვან ტექსტზე და ეს ტექსტი ყველას ნანახი მქონდა და ამან გააჩინა პირველი ეჭვი. სინამდვილეში ეს ყველაფერი ხო მაინდან დაიწყო. როდესაც ეს თავარი ნაწილი FBI ატარებს ექსპერიმენტს, რამდენიმე ექსპერიმენტს ოთახში ასკონის რომ შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ფანჯრების მდგომარეობა ისეთი იყო, ჰაერი თავისუფლად მიდი მოდიოდა მოკლედ სულ მდგომარეობაში იყო. ფანჯრები ასკონის რომ აქ შეუძლებელი იყო გაზეთ მოწამვლა დამდგარიყო და როცა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ქართულ ვერსიაში ერთი სიტყვა შეეშალა თარჯიმით. თქვენ როგორ ფიქრობთ გამოქვეყნდება თუ არა ეს მასალები როგორ ფიქრობთ და დასკვნა და უჭერთ თუ არა თვითონ ხარს დასკვნის მე კი ხარს უჭერ, მაგრამ მე ნამდვილად არ ხარ თემაზე არასდროს არავისთან არ მისაუბრია და არც პირველად გავიგე დღეს საერთოდ რომ ამ დასკვნის გამოქვეყნება სიტყვა იმიტომ რომ ამ დასკვნის ძალიან დიდი ნაწილი თავის დროზე გამოქვეყნდა. ორივე მხარემ გამოაქვეყნა, მოდით ასე ვთქვათ, თავთავისი ვარიანტი ამ დასკვნის. თავთავისი ვარიანტი რა იქს რამდენიმე სიტყვა იყო ჩაცვლილი, თორე დანარჩენი ის დასკვნა იდენტური იყო ერთმანეთის. და თავის დროზე მის ძალიან დიდი ნაწილები გაზეთებში იბეჭდებოდა. მე ეს კარგად მახსოვს, ხომ გაზეთებს ვერ ვიპოვე ბუნებრივია, მაგრამ ნამდვილად მახსოვს, რომ გაზეთებში იბეჭდებოდა. დიდი მადლობა, ქალბატონო თინა, დიდი მადლობა რომ ჩვენ და ბოდიშ გიხდით ჩემი ჩაცმულობისთვის, მაგრამ 2 დღეა სოფელ დავდივარ და ამიტომ პირდაპირ მომიწია მოსვლა და ბოდიშ ვიხდი კიდევ ერთხელ. ესე არ მივდივარ ხოლმე ტელევიზიაში. ამაზე ავიტანთ ეს არაფერი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. თინა ხილაშელი იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა. ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ უკვე თვითმმართველობის თემით დაგველოდეთ რამდენიმე წუთი. კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. 82 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. თვითმმართველობის კოდექსი უმრავლესობამ პირველი მოსმენით ოპოზიციის გარეშე მიიღო. საქართველოში ილახება ერთი ძალიან დიდი ბარიერი.
რომელთან შერკინება ვერავინ ვერ გაბედა. შეცვლილი კანონპროექტი და უმცირესობის შენიშვნები. რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციას? არჩეულ გამგებლებს და მერებს თავზე ასვავენ გუბერნატორს, რომელიც მიიღებს მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს. ამ კოდექსის ავტორებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობის ფუნქციას. რა ფუნქციები ექნება თვითმმართველობებს? რატომ გამოიწვია კოდექსმა კამათი უმრავლესობის შიგნით და რამდენად შეიძლება მოსალოდნელ რისკებზე საუბარი? არსებითი საფრთხეების შემცველი თვითმმართველობის კოდექსი არ ყოფილა. გვაქვს შენიშვნები, გვაქვს შეკითხვები. თემა სჭირდება ფართო საზოგადოებრივი პოლიტიკური კონსენსუსი. ფართო განხილვა არჩევანში. რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია ერთ სტუდიაში მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან ერთად.